დააკვირდით ამ ბუშტს და დააკვირდით რა ემართება წყლის ნაკადს, როცა ახლოს მიგვაქვს. ძალიან უცნაური არის, ხო, ერთი შეხედვით. და ახლა შეხედეთ მეორე ბუშტს, რომელიც ქაღალდის ნაგლეჯებთან მიიტანეს, რანაირად იქცევა ქაღალდის ნაგლეჯები, ანუ გეგონება ჯადო აქვთ. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სამყარო ჩვენ გარშემო სავსეა ისეთი რაღაცებით, რაც ერთი შეხედვით მაგიურად მოგვეჩვენება, მაგრამ ეს მხოლოდ მანამ, სანამ არ გავარკვევთ, როგორ მუშაობს. მაგალითად, როგორ გესმით ახლა ჩემი ხმა? როგორ აღწევს თქვენს ყურამდე ხმა თქვენი კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან, ან საერთოდ ამ ვიდეოს როგორ ხედავთ? რა არის ეს სინათლე, რომელიც თქვენი ეკრანიდან მოდის? ან მაგალითად ვისაუბროთ ჩვენს პლანეტაზე. რა აიძულებს დედამიწას, რომ მზის გარშემო იმოძრაოს? ამ და სხვა საკითხებს ჩვენს კურსში მეცნიერების საფუძვლები ჩაუღრმავდებით კარგად. ფიზიკა არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მოვლენები სამყაროში. ის გულისხმობს სამყაროზე დაკვირვებას, სხვადასხვა სახის კანონზომიერებების შემჩნევას და მოდელების შექმნას, რომლებიც გვეხმარება ავხსნათ, რა ხდება და რა მოხდება შემდეგ. ჩვენ გამოვიკვლევთ, როგორ ურთიერთქმედებენ საგნები ერთმანეთთან და ვნახავთ, რომ ზოგიერთ ურთიერთქმედებას კონტაქტიც კი არ სჭირდება. ობიექტებს შეუძლიათ ერთმანეთზე გავლენა მოახდინონ უბრალოდ სივრცის გავლით. შემდეგ ჩავუღრმავდებით ენერგიას. შევეცდებით გავიგოთ, რა არის ის სინამდვილეში და როგორ გადადის ერთი ობიექტიდან მეორეში. ეს დაგვეხმარება ავხსნათ ყველაფერი დაწყებული ჩოგბურთიდან დამთავრებული რაკეტებით. და ბოლოს განვიხილავთ ტალღებს. რა არის ტალღები, როგორ მოძრაობს და როგორ ვიყენებთ მათ. ჩავუღრმავდებით ბგერით ტალღებს და გამოვიკვლევთ, როგორ გვესმის. ასევე შევისწავლით ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებსაც სინათლე და გამოსახულება მოაქვთ ჩვენს თვალებამდე. ის, რაც გვეჩვენება ჯადოქრობად, ხშირად უბრალოდ ის არის, რაც ჯერ არ გვესმის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კურსზე მეცნიერების საფუძვლები. მოდი ფარ დაავხადოთ ჯადოქრობებს და აღმოვაჩინოთ, როგორ მუშაობს სამყარო სინამდვილეში.